ხელითა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს მერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მართალ მამათა, წინასწარმეტყველო ლანგიას, 500 წლის ადრე იყო ქრისტეს შობა. და ვევედრებით ჩვენს მინანებს, რომ ჩვენს ერს მისცეს გულისხმის ყოფა და მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება გულისხმის ყოფის გარეშე. და მშვიდობა და გულისხმის ყოფა ვერ იქნება სიყვარულის, ქრისტეს ღვთის სიყვარულის გარეშე. ვადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, განსაცდელებისათვის, იმიტომ რომ გამოცდილებას ვიძენთ და ჩვენი მოთმინება გამოიწრთობა. რა გინდა დამღლელი არ იყოს, ღვთით დაშვებული ყველაფერი სასურველია. და ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა და ვადლობთ ღმერთს ჩვენი კურნებისათვის. ძნელია, მტკივნეულია, ძნელად მოსათმენია, მაგრამ მაინც ვადლობთ ღმერთს აი ამ გამოცდისა და ჩვენზე ზრუნვისათვის. და მოიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტეს ჭეშმარიტად არ შედგომიან. დღეს საკითხული 60 კულო ვერს საყურადღებოს და მანუგეშებელს გვეუბნება. უკვე თუ ქრისტესთან აზდეგით ზეცისას აეძიებდით. ანუ ზეცის მეძიებელი ქრისტესთან დაიმკვიდრებს ადგილს. სადაც იგი ქრისტე არის მარჯვენით ღვთისა მჯდომარე. ზეცისასაც ზრახავდეთ. ანუ ყოველთვის ზეცისა როგორ უნდა იფიქროს და განიზრახოს ადამიანმა. ვინც მცნებას განიცდის, გულით და გონებით ატარებს და ყოველთვის მისი სიტყვა და საქმე შეწონილი არის მცნებასთან, მაშინ ის ყოველ წამიერად ზეცისას განიცდის. რადგან მცნება არის ნამდვილად ზეცისკენ მიმავალი გზაბილიკი. რამე თუ მოკვედით და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურ ღვთისათანა, ღმერთთან. რაჟამს ქრისტე გამოსხადნა ცხოვრება იგი ჩვენი. ქრისტე ჩვენი ცხოვრება არის. მაშინ თქვენცა მისთანა გამოსხადნით დიდებით. ვინც ქრისტეს მისდევს, ისიც ქრისტესთან ერთად დიდებით არის ყველასთვის დასანახი. როგორც ჩვენი წმინდანები, ქეთევან წამებული, დიდმოწამე გიორგი, ბიძინა შალვა და ელიზბარი, 100,000 თბილისელი, ნამდვილად ქრისტესთან ერთად დიდებით ჩანან, არათუ თანამედროვეთა წინაშე, არამედ დღევანდელებსაც და მომავალსაც ასევე დიდებით წარუდგებიან. მოაგვდინეთ უკვე ასონი თქვენი ქვეყანასა ზედა. ანუ ამას ოფლიური საცდურისათვის მოგდეს თითოეული თქვენი ასოთაგანი. სიძვაი, არაწმინდებაი, ნებაი, გულის თქმაი ბოროტი და ანგარებაი, რომელ არს კერძ სახურება. როგორი განმარტება არის კერძ სახურება. დღეს სამწუხაროდ ბევრი უგუნური ამბობს, რომ კერძ სახურები ვართ, წარმართები ვართ. უგუნურობა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქრისტეს ნათელი მიგვეღოს, ჯვარს ვატარებდეთ, სანთელს ვანთებდეთ და საკუთარ თავს წარმართს უწოდებდეთ და კერძ სახურს. ამისი მიზეზი მხოლოდ ერთია, ანგარება. ეთქობა ვიღაცა ამისაგან გამოეძიებს რაღაცა მანკიერს, ანგარებიანს და ამიტომ ფიქრობს, რომ ეს უკეთესია ქრისტიანობაზე. ხოლო ქრისტიანობა რა არის? სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ესე იგი, უნდა დაიხარჯო ადამიანი პირველად ღვთისთვის და შემდეგ მოყვასისთვის. ვინც პირიქით ფიქრობს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. რომელთათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშოვთა მათ ზედა ურჩებისათან. ანუ ვინც ანგარებიანი არის და ზემოთ ჩამოცვლილი, სიძვის მიმდევარი, არაწმინდა აზრების, ვნებიანი აზრების, გულის თქმათა ბოროტა შემწყნარებელი, აი მათზე მოიწევა ურჩობისა გამო რისხვა ღვთისა. რომელთა იგი შინა თქვენცა სადამე იქცეოდეთ, ოდეს იგი სწყონდებოდეთ მათ შინა. როდესაც სანამ ქრისტეს გაიცნობდით, თქვენც ასევე ცხოვრობდით. ისე ჩვენ სანამ მოვინათლებოდით, ალბათ ჩვენმა მშობლებმა იგულისმოდგინეს, რომ ამ ასე ვთქვათ ქრისტეს გარეშე დიდი ხანი არ გქონოდა, რომ შესაძლებლობა რომ გვეცხოვრა და ამიტომაც ტრადიციულად შეიძლება დღეს საქართველოში
ტრადიციულად პატარებს ნათლავენ და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მიეცით თავისუფალი ნება. ეს არის საეშმაკო თქმა და ეს არ არის სწორი. აბა რომელი მშობელი იქნება იცოდეს რა არის კეთილი მისაცემელისა მიცემა და თავისი შვილი ან სხვისი შვილი არ დაახენოს შეცდომისაგან და დაღუპვის გზისაგან. უფალიც ამბობს ხო სახარებაში, თქვენ უკეთურთა იცით, შვილმა რო პური გთხოვოსო, თქვენგანი რომელი იქნება, რომ ქვამისეს პურის სანაცვლოდ. ისე ჩვენ თუ კი ვიცით, ანუ ტრადიციულად საქართველოში რატომაც არის ესე, რომ პატარაობაში ნათლავენ ბავშვებს, იმიტომ რომ მშობლებს ღრმად სწამთ, რომ ქრისტეს ნათლში შვილის მომავალი თაობის დადგინება ყოფნა, ეს არის დიდი სიხარული და ბედნიერება, რომელსაც მერე რეალურ ნაყოფად სიკეთედ გადაქცევა სჭირდება. ორივე ერთად უნდა შრომობდეს, დედაც, მამაც, შვილიც, შვილებიც, რომ აი ამ ქრისტეს ნათელს თითქოს ესე უშრომელად, უშურველად მიიღოს, ამას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება. ასე რომ სანამ ქრისტეს გაიცნობდით, თქვენც ისევე ცხოვრობდით, ხოლო აც გაანიშორეთ თქვენცა ყოველივე. რისხვა, უკვე ქრისტე ვინც იცნო, რისხვაი, გულის წყრომაი, უკეთურებაი, გმობაი, უშვერის სიტყვა პირისაგან თქვენისა. დღეს ალბათ უყურებთ ხო ყველას, ქუჩაში გამოსულები არიან, ადრეს გვიტყვია თავისუფლება, საქართველოს სამშობლო, დამოუკიდებლობა, მაგრამ აი ეს უშვერის სიტყვით ლაპარაკი ღმერთის ყურს მობიერს არ გახდის, რომ მათი ნათქვამი მოისმინოს. ვინც აი ესეთად ფიქრობს, რომ ამ უშვერის სიტყვით შეიძლება რასაც იძახიან, დეკლარირებას რო უკეთებენ, თავისუფლება, სამშობლო სიყვარული, ტყუილია, მათთან სიკეთე ვერ იქნება, რადგან უფალი ამბობს, გაანიშორეთ თქვენგან გულისხრომა, უკეთურება, გმობა, ღვთისა და ყველაფრის. უშვერის სიტყვა პირისაგან თქვენისა. ნუ ეტყვით ერთი ერთსა, განიძარცვენით ძველი იგი კაცი საქმით მისითოთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაი, მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა. დამბადებელი ვინ არის? უფალი არის, რომელმაც ხატად, თვისად და მსგავსებად შექმნა ადამიანი. სადა იგი არა არის წარმართი და ჰურია, წინა დაცვეთილი და წინა დაუცვეთელი. ბარბაროსის კვითი მონა და აზნაური თავისუფალი, არამედ ყოვლად, ყოველსაშინა ქრისტე. ეს ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენთვის ამბობს. ჩვენ რომლებმაც მივიღეთ ქრისტეს ნათელი, აკი უფალი ამბობს, ვინ შემომიდგეს ბნელში აღარ ვიდოდეს, რამე თუ მე ვარ ნათელი ამ სოფლის და ვინც ამ ნათელში დადგება, მას უკვე აღარ შეუძლია რომ სიბნელეში იაროს, მაშინ თავის თავს უფრო საშინელ სასჯელს განუგზავნებს. და ვინც ამ ნათელში არის, ყველგან, ყველაფერში თავად ქრისტეა ჩვენი გზის მაჩვენებელი და ჩვენი წამმართველი, წინამძღოლი. და სადაც ქრისტეა, რისა უნდა გვეშინდეს? არც არაფრის. იყო ერთი ესეთი შემთხვევა, დიტაზარში ერთი ეპისკოპოსი წირავდა და მიწა იძრა, უცბად კედლები დაიპო, დაიბზარა, ხალხს შეეშინდა. ეპისკოპოსი წირავდა, გამოვიდა და თქვა, უფალი ნათელ ჩემდა და მას ხო არ ჩემდა, ვისა მეშინდეს. უფალი შესავედრებელა არ ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსრუნდე. და აი ჩამოსავარმა გამზადებული თაღი კამარა გაჩერდა. სანამ მღვდელმთავარმა წირვა არ დაამთავრა, არაზიარა ყველა, მანამდე არაფერი არ მოხდა. გამოდის მრევლი ტაძრიდან, გამოდის სულ ბოლოს ეპისკოპოსი, მოშორებით გადიან და ამ დროს ინგრევა ეს ყველაფერი. სადაც ქრისტეა, არაფრის არ გვეშინია. ისე ჩვენ ვიღაცა ეტყვის განაკი გვაქვს მასეთი რწმენა, უფალმა რა სამოსოშიც გნახოს, იმ სამოსოში განგვსაჯეს. არ აქვს უფლის წინაშე დიდი და პატარა საქმე, ნიშნულობა. უფლის წინაშე ერთია მთავარი, სადაც მონდომებაა, იქ ღვთის შეწევნაც არის. სადაც ადამიანთა უძლურებაა,
იქ ღვთისამაგლი გარდაემატება. ასე რომ ჩვენ გვწავს ღვთის მოწყალების და ღვთის მოყარების და მისი შეწევნითა და დახმარებით ვიმედოვნებთ, რომ ყველა ხილულ და უხილავ განსაცდელს მოვერებით ღვთის ძალით და ჩვენს ერთს და ქვეყანას ექნება მშვიდობა. დღეს მინდა მადლობა გადაუხადო სამღვდელოებას, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენთან ერთად სწირეს და მინდა ჩვენი ეპარქიის სამღვდელო პირები დავაჯილდოვოთ, იმიტომ რომ ბევრი წლები არიან ჩვენთან ერთად მსახურობენ და მათი შრომა ნამდვილად დასაფასებელია. და მინდა ეხლა მღვდელი გენადი გოგილაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და ჯილდოდ მიცემული აქვს ოქროს ჯვარი. სიგელი, რომელიც ამოხდებს ამ ჩვენს გადაწყვეტილებას. აქციოს მოიხსენე მამა. Axios გუწო ყურადღებით იქნება. დემონაზონი იოსებ ღვინიანიც აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. აქციოს მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. ესე იგი, ეს ალბათ უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება. მთავარი არის, რომ ღმერთი ხედავს გულს და ღმერთი იძლევა წყალობას. აქციოს მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით. შრომა მამაოს დიდი აქვს, თითოეულ თქვენთაგანს ყველას სამღვდელო პირს დიდი შრომა გაქვთ, არაერთი ტაძარი გავარიათ და სხვა ლოცვა-კურთხევებსაც თავდადებით ასრულებთ. ამის მაგალითის მოხმობაც არაა საჭირო, მრევლმა ყველაფერი კარგად იცის. აქციოს დიდება და მადლობა ღმერთს. ისე საერთოდ ესეც წესია. როგორც ჩანს, ჩვენი მრევლი ესეთ დღესასწაულის მიჩვეული არ არის, ხშირად არ ესრება. როცა გუნდი გალობს აქციოს, ერის პასუხობს აქციოს, თარგმანში ნიშნავს ღირს არსია. ღირსად ნამდვილად ჭეშმარიტად ეკუთვნიან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გადახაროთ. ეხლა ამბიონთან დადგებიან დაჯილდოებული გულები და ყველა აიღებს კურთხევას მათგან. ჩვენთანაც ღმერთს.